მოგესალმებით, მეგობრებო, დღეს ვისაუბრებთ ბოილერის შეერთების სხვა სქემებზე. ყველა სქემაზე რაც არსებობს და მის დადებით და უარყოფით მხარეებზე. მაშინ დავიწყეთ. სულ განვიხილავთ 5 ვარიანტს ბოილერის მიერთებაზე ქვაბთან და რა შემთხვევაში, რა სიტუაციებში, რა დადებით და რა უარყოფითი მხარეები აქვს. მაშინ ასე მეგობრებო, დავიწყეთ. პირველი ეს არის შეერთება იმ შემთხვევაში, როდესაც გვაქვს აგერ ჩვენ ასე ვთქვათ, ქვაბი კედლის, რომელსაც აქვს შიგნით ორი გამოსასვლელი, ესე იგი, ორი მხარე გამოსასვლელების, სულ აქვს ორი გამოსასვლელი, მაგრამ 4 გამოსასვლელს ვხედავთ. ეს არის ერთკონტურიანი ქვაბი, რომელსაც შიგნით აქვს უკვე თავისი სამსვლიანი სარქველი ინტეგრირებული და მიერთებული ქვაბის ტვინზე. ძალიან გავს იგი, ეს თქვათ, ვიზუალურად ორკონტურიან ქვაბს, მაგრამ არაფერი შეგეშალოთ, ეს ნამდვილად ერთკონტურიანი ქვაბია. და აგერ გვაჩვენებენ, რამდენი აგერ არის სქემა თუ როგორ მუშაობს ეს ჩვენი ქვაბი. ხედავთ, რომ აგერ არის გაზის ამბავი, ხო, აგერ არის, ასე ვთქვათ, პადაჩა მიდან წეპლაბმენიკიდან, ან თბომცვლელიდან და სამსვლიანი სარქველი, თავისი მოტორიზებული გადამრთველით, ტუმბო და ასე შემდეგ. ყველაფერს დანარჩენი, რაც საჭიროა, ხო? ანუ გვაჩვენებს, რომ არის ერთკონტურიანი ეს ქვაბი, 4 გამოსასვლელის მიუხედავად, ანუ პადაჩა, მის გათბობის პადაჩა, ცხელი წყლის პადაჩა, გაზი, ცხელი წყლის აბრატკა და გათბობის აბრატკა. აი სამსვლიანი სარქველი. როგორ მუშაობს ეს? ძალიან კომფორტულად მუშაობს ეს სისტემა, ძალიან კარგად მუშაობს ასეთი ქვაბები, გირჩევთ გამოიყენოთ. აგერ გათბობის კონტური, აგერ ცხელი წყლის ბოილერი, შეხარჩენე ბატონი, ვთქვათ არის ზამთარი და ძალიან მშვენივრად აგერ მუშაობს ცხელწიმაზე, გათბობის დატვირთვაზე მუშაობს, წარმოიდგინეთ ქვაბი. ქვაბი 24 კილოვატიანია. ჩვეულებრივად თქვათ, დაახლოებით თქვათ 15 კილოვატი უნდა მოგწეს 50 გრადუს ცელსიუსზე მოღვაწეობს ეს ჩვენი ქვაბი და ქვაბი, რა თქმა უნდა, ტემპერატურული დატჩიკით მიერთებულია ჩვენს ტვინზე, ქვაბის ტვინზე, იმისათვის, რომ სენსორმა, აგერ ტემპერატურა სენსორმა იგრძნოს როდის შესწივდება ბოილერს წყალებში და როდის საჭიროა მისი ვთქვათ, ჩართვა, სამსვლიანი სარქვილის გადართვა, იმისათვის, რომ გააცხელოს ბოილერი. მოდით ვნახოთ. აი, მოითხოვა ბოილერმა წყალი, მისცა ნიშანი მომეციო ისო და ჩვენი სანთურა თუ 50 გრადუსზე მუშაობდა, სანთურას თქვათ მოდულაციას ახდენდა, რომ 15 კილოვატზე იმუშავა, თქვათ დატვირთვაზე, ახლა უკვე 100%-მდე ჩაირთო და მთელი თავისი ძალის ხმევა მიმართა, რომ 80 გრადუსს აწვდის პირდაპირ ბოილერს და ახლობით 15-20 წუთში გაგვიცხელებს ჩვენს ამ წყალს, ну გააჩნია რამდენი წყალია, 150 ლიტრას, ასე ვთქვათ, გაგვიცხელებს აი ამ მოკლე პერიოდში. ხო. ну ერე ისევ გადაირთვება, როგორც კი ამას გააცხელებს, გადაირთვება ისევ ჩვენს იმაზე და ახლობით 40%-იან რეჟიმში იმუშავებს გათბობაზე და აღარ არის საჭირო სანიტარული წყლის გაცხელება. ეხლა მოკლედ გეტყვით ასევე ზაფხულში რა ხდება, ანუ ზაფხულში მოგეხსენებათ ზაფხულის რეჟიმზე გათბობის გამორთულია და მხოლოდ ბოილერზე მოცდის რეჟიმშია ქვაბი და ელოდება, როდის მისცემს ნიშანს ბოილერი, რომ ჭირდება შეთბობაო და როგორც კი ამ ნიშანს მისცემს, მაშინვე იგი ჩაირთვება და დაიწყებს ბოილერის წყლის გაცხელებას. აგერ შეუბატონო, ასე მუშაობს. მე გამოირთვება ისე და ასე შემდეგ. ახლა მეორე ვარიანტი ვნახოთ,
მეორე ვარიანტში უკვე იგივე სიტუაცია გვაქვს, თუმცა ეს ჩვენი ქვაბი, როგორც ნახეთ, აქ სამსვლიანი სარქველი ქონდა. ქვაბები არის, რომელსაც არ აქვს სამსვლიანი სარქველი და პირდაპირ, ანუ ერთკონტურიანია, ისიც, მაგრამ შიგნით სამსვლიანი სარქველით. აქ კი გვაქვს სიტუაციები, როდესაც 4 გამოსასვლელის მაგივრად გვაქვს მხოლოდ 2 გამოსასვლელი, იმიტომ რომ სამსვლიანი სარქველი არ არის. რას ვაკეთებთ? აი, ასეთი ამბავი გვაქვს, ხო? რას ვაკეთებთ? რას ვაკეთებთ და საჭირო ხდება გარეთ დავამონტაჟოთ სამსვლიანი სარქველი, რომელიც გამოიყურება აი ასე. ბატონო, ეს უნდა ვიყიდოთ აუცილებლად და მონტაჟდება და შემდეგ იქ სამკაპებით უკვე შევაერთებთ. აქეთ ამ ხარესაც აგერ, აი ესე შევაერთებთ ლამაზად გოხდათ. პირდაპირ მივაერთებთ ბოილერს და გათბობის სისტემას. დანარჩენი ყველაფერი აბსოლუტურად იგივეა, რაც პირველ შემთხვევაში. ხო, ან ამ შემთხვევაში ეს უერთდება უკვე თავის ტვინს და აქედან ისევ ბოილერიდან ტვინს უერთდება. და იგივე საკეთებს ზუსტად მუშაობს გათბობის სისტემაზე, როგორც კი მისცემს ბოილერი ნიშანს, მაშინვე გადართავს სამსვლიანი სარქველი ბოილერის მხარეს თბომატარებელს და წავა მთელი 100%-იანად ჩართავს სანთურას და მთელი ძალით დაიწყებს ბოილერის გაცხელებას. ასევე აღსანიშნავია, რომ ბევრ ქვაბს, თანამედროვე ქვაბებს აქვთ ასე ვთქვათ, რეჟიმები სხვადასხვა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეჟიმი გახლავთ ზაფხულში, როდესაც ბოილერი ასე ვთქვათ, აღარ ჭირდება მუდმივი ის ხოლმე ზაფხულში, ზაფხულის რეჟიმებზე გადაყვანის დროს შესაძლებელია, რომ ბოილერს გაუჩნდეს გარკვეული საშიში საკმაოდ ბაქტერიები, სახელად ლეგიონელები. ეს ლეგიონელები აგერ არის სურათზე გამოსახული. იმიტომ რომ დამდგარ წყალში იცის მან ეს თქვა გაჩენა და აქედან გამომდინარე დავაყენებთ ქვაბს სპეციალურ რეჟიმზე, როდესაც ქვაბი გარკვეულ პერიოდში იმაში ერთხელ 80 გრადუს ტემპერატურას მისცემს, ასე ვთქვათ, ამ ჩვენს ბოილერს, იმისათვის რომ მთელი ეს ლეგიონელი მოკლას. აქედან გამომდინარე, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანია რომ ესეთი ქვაბი შევარჩიოთ, სადაც ეს რეჟიმი არის. მაგალითად ვაილანტის, მაგალითად ბევრი კარგი ქვაბებია, ხო? კიდევ ვაილანტის გარდა კიდე არის თქვა ნავიენი და ასე რეკლამებს არ დავიწყებ. ბევრი კარგი ბაქსი ნორმალური ქვაბია და ასე შემდეგ. ჩემი ფავორიტი კი იცით, ეს არის, ხო? ვაილანტია. მაგრამ სხვა კარგ ქვაბებსაც აქვთ ეს ფუნქციები. მესამე ვარიანტი. რა ხდება მესამე ვარიანტში? მესამე ვარიანტი, პირველი ორი ნახეთ, ერთ და იგივეა თითქმის. მესამე ვარიანტში უკვე გვაქვს არა პირდაპირ შეერთება ქვაბისა, არამედ აი გვაქვს ნახეთ ერთკონტურიანი ქვაბი, გამოსასვლელებით, რომელიც ეგრეთ წოდებულ კომპლონარულ კოლექტორზე ერთდება. არსებობს ფანტასტიკური ესეთი ფირმა, კომპანია Maybes-ი. ეს ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ფირმა ასევე, უმაღლესი დონის კაპილარულ კოლექტორებს აკეთებს თავისი აგერ ჰიდროგამყოფით და ასე ვთქვათ, სხვა საკმაოდ მაგარი ხარისხია, ძალიან ძვირია, მაგრამ ძალიან მაგარია Maybes-ის ესენი. ეს ეძახიან ტუმბოების ჯგუფი, ნასოსნი გრუპი. ამებს ესე იმაშვებიან და პირდაპირ ერთდება, ნახეთ, აქ ჩვეულებრივი სისტემაა უკვე აწყობილი ჰიდროგამყოფზე და ეს ჩვენი ბოილერი უკვე ერთდება როგორც ერთ-ერთი მეორადი კონტური. ანუ გახსოვთ ხო რამოდენიმე რომ ახსენეთ პირველადი მეორადი კონტურები. ესეც პირველადი მეორადი კონტურების ნაირსახეობაა, ჰიდროგამყოფით ოღონდ და ერთ-ერთი მეორადი კონტურია უკვე ბოილერი, იქ არის ხო მეორადი კონტური, იქ პირველადი კონტური იყო. ხო, ანუ აი სამი მეორადი კონტური გვაქვს და აგე აი ესეთი გათბობის სისტემა, თბილი ატაკების სისტემა და ბოილერის სისტემა. და ყველა სენსორი უერთდება ქვაბს, აქაც გააჩნია ქვაბს, ყველა ქვაბს ეს შესაძლებლობა არ აქვს. ისევ მაგარ ქვაბებს აქვს შესაძლებლობა რომ
აკონტროლონ ბოილერის სენსორები, აკონტროლონ სხვა სენსორები, აი მაგალითად მეიბესის ძალიან ბევრი მას აქვს აქ ესეთი აქ ახლა ამ სურათზე არ არის მოცემული, მაგრამ პადაჩის სენსორს ეძახიან, ეს პადაჩის სენსორია, რომელიც ასევე უერთდება ხოლმე ზოგ ქვაბს და ეს ქვაბი აკონტროლებს ეგრეთ წოდებულ რეგიონალურ იმებს, ხო? ნასოსებს, ანუ ნახეთ აქ რამდენი ტუმბო გვაქვს 1 2 3 4 ტუმბო გვაქვს. ანუ 4 ტუმბოს აკონტროლებს. მეცაც გეტყვით, არის სიტუაციები ძალიან იშვიათად, რომ რეცირკულაციის ნასოსაც აკონტროლებენ, მაგრამ ეს მეებში რა ქვია ძალიან იშვიათია ესეთი სირთულის ტვინები არ უშვებენ, იმიტომ რომ საჭირო ხდება უკვე დამატებითი კონტროლიორის შეძენა, რომელიც აკონტროლებს უკვე ყველაფერს. მაგრამ აქ წარმოვიდგინოთ, რომ პირდაპირ ქვაბი აკონტროლებს. ხო? აგერ თქვათ მუშაობს გათბობის სისტემაზე, ახლა აგერ ჩვენი ისა აგერ აწვდის ხო, გათბობის სისტემაზე მუშაობს, აგერ შეხარჩევი ბატონი პადაჩა აბრატკა, მე აქედან პადაჩა, აქედან აბრატკა, პადაჩა აბრატკა და მაგრამ ხო, აი ახლა მუშაობს გათბობაზე, როგორც რადიატორების, ისე იატაკის. არ მუშაობს ბოილერზე. როგორც კი ბოილერი მოითხოვს წყალს, იგი გამოვრთავს ამ ორ ნასოს, გათბობისას და ჩართავს ბოილერის ნასოს და გააცხელებს ბოილერს. და რა თქმა უნდა, ეს ამ დროს უკვე მაქსიმალურ რეჟიმზე მუშაობს ქვაბი. ტვინი თვითონ იძლევა აი ამის საშუალებას. ეს არის მესამე ვარიანტი. მე ისევ გადართავს, როდესაც გაცხელდა ბოილერი, ისევ გათბობის სისტემაზე გადართავს. ზაფხულში ძალიან მარტივია, არ მუშაობს გათბობა, მუშაობს მხოლოდ და მხოლოდ ბოილერი. თუმცა უმრავლეს სხვა შემთხვევებში ქვაბს ამის საშუალება არ აქვს, რომ ამდენი რამე აკეთოს, ამიტომ კონტროლიორებს უყენებენ, რომელიც შემდეგ ამ ყველაფერს აკონტროლებს. ხო. შეიძლება კითხვა რა, რატოა საჭირო რომ ესენი გამოვთოთ და რომ არ არის საკმარისი რომ არაფერს არ გამოვთოთ რა, უბრალოდ ეს სულ არ მჭირდება ეს კონტროლიორი, უბრალოდ აი ეს ტუმბო ჩავთოთ ხოლმე და ამის გამორთვა არ არის საჭირო. მაგრამ ნუ ალბათ პასუხი ძალიან მარტივია, სიმძლავრე, დარჩენილი სიმძლავრე ძალიან მაგალითად 200 კვადრატულზე თუ გვაქვს გათბობა, დაახლოებით 15-16 კილოვატი ჭირდება ამ შემთხვევაში მინიმუმ გათბობის სიმძლავრეს და აღარ შეება 24 კილოვატიან ქვაბზე რაღაც 8 კილოვატი 8 კილოვატი 150 ლიტრიან იმას დიდი ხანი მოუნდება. ანუ შეიძლება ამას ვერ შევატყოთ, მაგრამ ნუ დატვირთვა მაღალი აქვს ქვაბზე, ამიტომ საჭიროა რომ ეს ორი ტუმბო გამოირთოს. და მაგალითად ახლა გვაჩვენებ ზუსტად იმას, რაც ვთქვი. ხო? აი ზუსტად იმას ამბობს, რომ აი ეს 24 კილოვატიანი ქვაბი ვერ მოერევა თუ ერთი არ გამოვთეთ მეორის იმას ძალიან უჭირს. ამიტომ საჭიროა რომ გათბობა გამოვთოთ, რომ ბოილერის გაცხელება არ გაუჭირდეს. თან ბოილერის გაცხელებას ბევრად უფრო მაღალი ტემპერატურა სჭირდება ვიდრე გათბობას, ამიტომ მუდმივად 80 გრადუსზე უნდა ვამუშაოთ. ქვაბი 60 გრადუსზე მაინც უნდა ვამუშაოთ ქვაბი, იმისთვის რომ ბოილერი ეგრეთ წოდებული პრიორიტეტ ბოილერი, ანუ ბოილერის პრიორიტეტი აუცილებელია. ამიტომ გაითვალისწინოთ, რომ გათიშვა გათბობის ტუმბოების უნდა მოხდეს. ხო, კიდე ერთი რამე მინდა მეთქვა, რომ საერთოდ კიდევ ერთი მოთხოვნა არის, რომ ბოილერს უნდა შეეძლოს, რომ ნაპრატო მოგცეს დუშისთვის 1 წერტილისთვის საკმარისი წყალი. ანუ როდესაც გაცივდება ბოილერი,
უნდა შეეძლოს იმდენი ენერგია მოგვცეს, რომ ციუმა ბოილერმა იმდენი წყალი მაინც უნდა პრატოკზე გაატაროს, რომ ვიბანაოთ, რომ არ გაგვიცივდეს წყალი, ხო? აი ასეთ შემთხვევაში თუ აი ამ ნასოსებს არ გავთიშებთ, ამას ვეღარ შეძლებს. ენერგია აღარ ეყოფა. მოგვცემს არა 12-დან 13 litrას დაახლოებით, არამედ მოგვცემს 6 ან 4 litrას. შეგვიძლია დიდი ქვაბი დავაყენოთ, მაგალითად, არა 24-იანი, არამედ 50-იანი. ამ შემთხვევაში 50-იანი ქვაბი მოგვიწევს, რომ საკონდენსაციო ქვაბი დავაყენოთ, რადგან ვერ დავკიდებთ, არ არსებობს 50 კილოვატიანი კედლის კონვექციური ქვაბები. აგერა შევცვალეთ ბატონო ჩემო და ასეთი დავაყენეთ და ძვირი ღირს და ვიცი, გულგინდათ შეიძლება მაგალითად არა კედლის, არამედ დავაყენოთ სტაციონარული ქვაბები, სადაც დამატებით დაგჭირდება აგერ საფართოებელი, აგერ დაგჭირდება ტუმბო და აგერ დაგჭირდება კიდე საკვამური და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაშინ ეს კონტროლიური შეიძლება აღარც დაგჭირდეს და უდმევთ 80-ს მოგცემს. და რა ვიცი, თუ გაწყობთ, აგერ გრადიატორებზეც დაგჭირდება აუცილებლად სმესი წელნი კვანძი, აუცილებლად. იმიტომ რომ 80 არ გჭირდება აქ რაღაც სისულელია, აუთ უნდა შევაზაოთ წყალი, აქაც უნდა შევაზაოთ, მარტო ბოილერს ჭირდება ამ ხელა ტემპერატურა. ნუ 80 არა, მაგრამ 70 მაინც ხო ჭირდება, ხო? ამიტომ ყველაზე კაი ვარიანტი არის პირველი ვარიანტი და აქეთკენ მიისწრაფოდეთ, დიდი სურვილი მაქვს. ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის, მეგობრებო, წარმატებები.